გამარჯობა, მე ვარ მოსკა. დღეს დავამზადებთ თექის სათამაშოებს ქართული ასოებით. გვაქვს წინდა, ჯემპრი, ქუდი და ხელთათმანი. დაგვჭირდება თექა, საქსავი ძაფი, მულინეს საქარგავი ძაფი, ჩანგალი, ნემსი, ბაწრის თოკი და მაკრატელი. სასურველია სამ ფერში მაინც გავაკეთოთ. წინასწარ ავირჩიოთ, რომელ ფერში გვინდა და შემდეგ უკვე ტრაფარეტის მიხედვით გამოვჭრათ. ორი ცალი წინდა დაგვჭირდება, რომ შეიკრას ერთად. წინდას ავურჩიე თეთრი დაბოლოება და ეხლა უნდა გამოვჭრათ სადღაც სანტიმეტრის სიგანის გრძელი ასეთი ლენტი, რომ შემოვახვიოთ კანტად გარშემო. მე შევარჩიე ასო ფ, რადგან ზამთარია და პიპკები მიყვარს, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი სასურველი ასო დახატოთ, ქართულად ან ლათინურად. და გამოვჭრათ. საკარგავი ძაფი ავარჩიოთ სასურველი ფერის, რომ გავუკეთოთ ფიფქები, სხვადასხვა დეკორი, მივამაგროთ ერთმანეთზე ყველა ნაწილი, მაგრამ თუ ძალიან გეზარებათ, შეგიძლიათ მიაწებოთ კიდეც. ფიფქი შეგიძლიათ გააკეთოთ შემდეგნაირად. ამოვდივართ ერთ წერტილში, ჩავდივართ მეორეში და ასე ვარსკვლავს ხატავთ. შემდეგ ვამაგრებთ ყველა დეტალებს ერთმანეთზე, სხვადასხვა ფერის ძაფებით. აუცილებლად უნდა დავამაგროთ აქედან გვერდით ორივე ფორმა ერთმანეთზე. აი ასე. და შემოვატაროთ შემდეგ კანტი. სადაც დასრულდება ჩავჭრეთ და იქაც გავკერავთ. ახლა გაჩვენებთ პომპონი როგორ გავაკეთოთ. ვიღებთ საქსოვ ძაფს, ცოტას ვაჭრეთ და ჩანგლის შუაში ვათავსებთ. აი ასე. შემდეგ ისე ვიღებთ ძაფს, ახლა ამჯერად ავჭრით და აი ესე ვიწყებთ დახვევას. სასურველ სისქემდე. შემდეგ ამ ძაფით უნდა შევკრათ, ჭიდროთ ძალიან, თორე დაგვეშლება რამდენჯერმე. ვაცლით ჩანგალს და ვაჭრით გვერდებს. და ესეთი პომპონი გამოდის. ახლა დავამზადოთ სასაჩუქრე საშობაო შეფუთვა. გადმოვატრიალოთ უკანა მხარე რომ იყოს კრაფტ ქაღალდი. და დავიჭიროთ ცენტრი და გადავკეცოთ გვერდები. შემდეგ გავხვრიტოთ კუთხეებში. და შემოვხაზოთ მიახლოებით რა ნახატიც გსურთ რომ დახატოთ ფანქრით. შემდეგ თეთრი მარკერით გავავამაზოთ. მე სახს ხატავ. ასეთი სახლი გამოგვივიდა. ახლა შიგნით ჩავდოთ საჩუქარი. მოვჭრათ ბაწრის თოკი და გავბანდოთ. აი ასეთი სასაჩუქრე შეფუთვა გამოგვივიდა.